მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. რუსთავი 2 წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და სახალისო მეგა შოუს. გაცინე და მოიგი აპლოდისმენტებით ტანგრე. დარბაზი და მიბრძანებია მეგობრებო. მოკლედ თუ გაქვთ იმის სურვილი, რომ თქვენც ითამაშოთ ჩვენთან გადაცემაში, ამისთვის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს, უნდა დაგვირეკოთ ეკრანზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ახლა კი შევეგებოთ ჩვენს პატივცემულ ჟიურის. ყობა ბარათელი და ნიკოლო ზარაბიძე. მოგზანდით მეგობრებო, მოგზანდით. როგორ ბრძანდებით ბატონო ნიკოლოს? როგორ ხარ ბატონო ვახტანგი? კარგად, მადლობა, შემართებით რა თქმა უნდა. ერთი სათვალე მე წამომეღო, ხო შეიძლებოდა? აი, 2. ახალგაზრდა პროფესორების ვიძე ხართ? მაგრამ რას ვიზავ? ხო მომატებული ხო გეჩვენები? კი. მაგრამ არ ხარ მოკლებულია. არა, მომატებული ვარ. მომატებული. პური რო გაძვიდა და ამ სხვაზე გადავედი. დაიგავთ თქვენი ადგილი კომფორტულად მომატებულობა და მოგობა და დავიწყოთ ჩვენი გადაცემა, მაგრამ სანამ გადაცემას კი არა და ამ გრანდიოზულ მეგა შოუს დავიწყებთ ბატონო ნიკოლოს. გავაღოთ სეიფი და შევამოწმოთ, გვაქვს თუ არა თანხა? გავაღეთ სეიფი, ჩაწიგწიგებული გვაქვს. ძალიან კარგი. მაშინ ჩვენს ტელემაყურებელს გავესაუბრები 1-2 სიტყვით, რომ დავეთქვი, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია გამაგრილებელი სასმელი არსიკოლა. არსიკოლა იგრძენით ცხოვრების არსი, ასევე გადაცემის პარტნიორია კომპანია სანდომი, ქართული საკონდიტრო პროდუქტების ფართო ასორტიმენტი და ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია რძის პროდუქტების კომპანია სოფლის ნობათის რჩეული, რომელიც საღირძისგან დამზადებულ პროდუქტებს, არაჟანს, რძეს, მაწონს და იოგურტს აწარმოებს. აპლოდისმენტები თუ შეიძლება ჩვენს პარტნიორებს, რომ არიან ჩვენს გვერდით და შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი შოუ და პირველი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, გახლავთ დარო ზვიადაური. გთხოვთ მივესალმოთ. ეს გადაცემა მიყვარს იმიტომ, რომ სახალისოა და გამხალისებელი ადამიანის მით უმეტეს პენსიონერებისთვის. მეორედ ვიღებ მონაწილეობას, პირველად 100 ლარი მოვიდე. ახლა იმედი მაქვს 200 ლარის მოგების და ვიცი ნახოთ. მომზადეთ ბატონო, მომზადეთ. გამარჯობა. მოგესალმებით ქალბატონო დარო. როგორ ბრძანდებით, როგორ ახლა? არა მიშავს, კარგად თქვენ რო გიკითხოთ? მადლობთ, რა ხდება დედოფლის წყაროში? რა ვიცი, ისე ვიქარი. ისე ვიქარი. არ მოუწლიათ ადგილი. ჯერ არ მოცურებულა. არა, ძალიან კარგი. პოლიტიკაში არ გიყვართ პოლიტიკა, ხო, მაინც და მაინც არ ერევით. რამე პოლიტიკება. დაგცალია პოლიტიკვის არეთ საუბარი. პოლიტიკოსებს აღარ ეპოლიტიკება ეხლა მე რა. აი, ასე. იქამდე ვინ მივიხებს. ამაშია საქმე. ასეთი სიმართლე არ უთქვამს არაბიძეს არაზრს. კარგით. რა გაქვთ აბა მომზადებული? დედოფლის წყაროული შერეული, ზოგი კურიოზი, ზოგი ანეკდოტი, ზოგი მოგონილი, ზოგი ჩემი, რა ვიცი. ზოგი იქეთ, ზოგი აქეთ. განხილვა, თავარია სასაცილო იყო. ო, რა ვიცი. გაცინე და მოიგექვია გადაცემა. შესაბამისად სასაცილო უნდა იყოს. მოდი მაშინ ნუ გაგამოსვით ჩვენი ტელემაყურებლების და დავიწყოთ ღრმად მოცემული ჟიურის და დავწერე საზოგადოების ყურადღებას, მოთმინებას და დავიწყოთ შეგვიძლია. ბატონო დარო 10 წამიანი შესავალი შეგიძლიათ გამოიყენოთ 10 წამის დროს. ცентში მოიწით არაფერი არ დაგეცემათ ეს მოხაზული იმიტომ არ არის. არა მგონია გენაცვალე ერთ ადგილზე ისეთ ადგილზე მუშაობდი რომ დანგრეული იყო და იქ არ მეშინო და ჩამოვარდნე. კი ბატონო. ქალბატონო დარო. პირდაპირ დავიწყოთ. დავიწყოთ პირდაპირ. ყურადღებით მეგობრებო, გამომხნევოთ აპლოდისმენტებით. ქალბატონო დარო 3 2 1. ეს სტუმრები მომივიდნენ ახალგაზრდები. და დილით, ღამედგომით, დილით რო აიშალნენ, ერთ-ერთი დარბის ეძებს რაღაცას. ხან ერთ ოთახში შევარდება, ხან მეორე ოთახში შევარდება. რას ეძებს შვილო? რას ეძებს? არა მცემსო. მალმალე მომადგებ. სათვლით დავკარგე, ტელეფონის სათვლით დავკარგე. ბებო, ხო არ გინახია. რა გინდა შვილო? რა მალმალე მომადგები ხოლმე? ერთი დამაკვირდი კარგა სატენსავ გევარ, სტეპცელსავ გევარ. ბიძა ჩემი სახინკლეში. ბიძა ჩემი შევიდა სახინკლეში. თავის ქალთან ერთად. მიირთვა ხინკალი და ადგა და მიდის. გამოვუდგა მეხინკლე და ეძახის გასწორდი კარგად ასვზივარ. აჩო ცხენო მამეკარ ქალო შამეკრა შორდი და ჰაიდა. ერთმა კაცმა მოიპარა ბარტი იხვი და ინდაური. ხო პატარა მოგივიდა შილობა. მირბის და ინდაურმა დაიწყო კავ. Კარგი, ნიკოლოზ და 50 ლარი თქვენია, ქალბატონო და რო გილოცავთ. სარსიო.
გამემონე სახში კარგად გავხდები. ხო. წაიყვანო. წამო. წინა სილარია ქალბატონო და 50 ლარი გვაქვს. რა ვქნათ, გავაგრძელოთ თამაში. გავაგრძელოთ თამაში. ვაგრძელებ კაცო? ვაგრძელებ. კარგი, მე რაჯობია მაგას, გავაგრძელოთ. ერთზალ დედამთილი იყვნენ და წარამარა სუჩხუბობდნენ, სუერთავად ჩხუბობდნენ და ერთზალმა მოიფიქრა რომ ეხლა ერთი დრო უნდა ჩავრთო ქალბატონო. ჯერ მე მინდა რომ თქვენს გადაწყვეტილებას ჩვენი დარბაზი მიესალმოს აპლოდისმენტები თუ შეიძლება. 3 2 1 იყვნენ ერთი ძალ დედამთილი და სუჩხუბობდნენ სუერთავად. და ერთ დღესაც მოიფიქრა ძალმა და თქვა ამას მეჭყვას ვასწავლი ერთხელაცო და მაიტანდა დიდი დუხარდი და გადაიპარსა თავი. რას მშვები შვილო, რას მშვები? ჯარში გზავნი დედაკაცო, ჯარში. გავიხედეთ და მოვიდა იმ შვილი და რომ დაინახა დედამისი და ესე დღეში და უთხრა რა, დიდი რა. შენი ცოლი ჯარში მგზავნისო. მოდი ახლა დედაკაცო. ჩაალაგე შენი ბარგიო და მანამდე და ჩემ ჯარიდან არ დაბრუნდებაო. წადი თქვენებთან იყავიო. უკვე ნამოსწრაულმა ქმარ. მთვრალი კაცი ავტობუსში ავიდა და იგინება. თუ შენ და ერთმა ხალმა უთხრა რომ ჩამოკიდებული იყო ეს ხელი და უთხრა რომ წესი ერთი ლაპარაკე საზოგადოებაში ხანურა. შენს თუ ხალი ხარო ერთ შენ დედა შენო ანფეკ ჩამაიღე და ბლანტრუსი ჩაიციო. გაეგიმა ნიკოლოზ, გაეგიმა კობასაც და 100 ლარი მოიგო, მაგრამ 54 წამზე მოხდა. ეს ყველაფერი ქალბატონო და ცოტა გასათვალისწინებელი ამბავია. გადავხედოთ ქალბატონო დარო თქვენს იმედია დამცხვრის პრიპასები არ გიწერიათ მან და ავარჩიოთ საუკეთესო რაც გვაქვს რომ მოვყვეთ მე მაინც ვექნება რომ მასპარს ხომ არ აიღო 200 ლარი თუ არ გვინდა სახში დავიღოთ 200 ლარი მაშინ პატრონო რა ხელა ლექციას ვკითხულობდი და აი ჩემმა ერთმა ლამაზმა მოკრძალებულმა და მოპირკეთებულმა სიტყვამ პატრონო ნიკოლოზ ესეთი გადაწყვეტილება მიაღებინა ქალბატონ დაროს შეწყვეტ თამაშს მივესალმოთ ქალბატონ დაროს გადაწყვეტილებას ხელსარიელი ნამდვილად არაპირებს დასკოს ჩვენი გადაცემიდან და გავაღოთ სანდომის სეიფი და გადავცეთ თუ შეიძლება თანხა 100 ლარი მიბრძანდით ქალბატონ დარო და აიღეთ თქვენი მოგებული თანხა გაიხარეთ ქალბატონო მეფაზე გავგო ჩალა მოგწევთ და გაძლება იცოცხლეთ გაიხარეთ არ წახვიდეთ არსად ქალბატონო დარო ერთი წუთით არც მე არ მინდა ხელსარიელი გადმოშეთახი და ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სანდომისგან გადმოგეცემათ საკუთარი პროდუქციის პარტო ასორტიმენტი რომელიც შვენიერი მარიანი მოგაგზავნოთ არაჩვეულებრივი ეს თქვენ და ასევე ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სოფლის ეს ყველაფერი არ არის ასევე ჩვენი პარტნიორისგან სოფლის ნოვატის რჩეულისგან გადმოგეცემათ საკუთარი პროდუქციის პარტო ასორტიმენტი რომელიც ასევე შვენიერი ნინი მოგაგზავნოთ არაჩვეულებრივი კალათით და დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო დარო რომ მომბრძანდით და ითამაშეთ. წარმატებებს გისურვებთ. გავაცილოთ ესე. აპლოდისმენტებით და კარგია რომ დაგეცავით. ეს მოკითხვა ჩვენგან. ძალიან კარგია. დაგხვდებათ. პირველად რომ მოვიდი დაგიფიქრეთ. წაგებული არ წავედი არც ახლა. მომწონს ეს გადაცემა, ძალიან მიყვარს. და უფრო მეტად რომ მოვიდი და დაუახლოვდი და გავიცანი სულ. კარგი, გავაგზავნოთ ჩვენი შოუ და შემდეგი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, გახლავთ საბა ეზიეშვილი. მივესალმოთ. ხშირად უყურებ თქვენს გადაცემას და ძალიან მომწონს. ძირითადად რუბრიკის ტიპის ხუმრობები მაქვს და რამდენს მოვიგებ ეგჯერ არ ვიცი. პირველად არ ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ ნერვიულობ მაინც. საბა ეზიეშვილი. ოღონდ გამოვაწყობე. კი. გამარჯობა ბასა. საბა ბიჭო. მე მიხვდა ის როგორ ახარ აშვები? ავი არა მიშავს. ძალიან კარგი რო არა მიშავს. საცხოვრებელი ადგილი ვერ წავიგით. მარნეული. სათხე და ვაკ ენის მერე ეს. მარნეული. მე მასე თქვი. მარნეულია სწორი. ხო, რა ვიცი. საცავლობ. გეპეში. გეპეში. გეპეში სწავლობ. შეგეცალებ. სავალებელია.
რა ხდება ესეთი ანკეტაში? არაფერი არ ხდება თვითონ სიტყვით აქ ყველა ბატონო, მაშინ დავალებოთ თავი კაცკაცო, თავის გზაზე არის. დავიწყოთ რა ვიცი. მოვიდა, ითამაშებს, მოიგებს, ან წაგებს, წავა ხმას არა მოიგებს. მოვიდა, ითამაშებს, აბა რა გაქვს ცხოვრებისეული გამოცდილებიდან თუ ეს რუბრიკის ტიპის ხუმრობები მაქვს. რუბრიკის ტიპის წაკითხვით. კაი კითხვით თუ ის. კაი კითხვით, კი. კაი კითხვით. საბა. კარგია რომ კაი. შესავალი არ გექნება ახლა შენ. ცოტა შესავალი მაქვს. 10-3 გაქვს ზურა და როგორც გინდა ისე გამოიყენე. 10-3-ის მე ავტომატურად ჩაერთო. ანუ რაც ყველა ქართველმა ვიცით. კი ბატონო. ეს არის შესავალი. რაც ყველა ქართველმა ვიცით. რაც ყველა ქართველმა ვიცით. რა ვიცით აბა. ყურადღებით მოგებერებო გამხნევება საბას. 3 2 1 შალახოს დაკვრა უღუდ ნახევრამდე. რუსული ყველას გვესვის, მაგრამ ვერ ვლაპარაკობთ. ქართველებმა ვიცით ანბანი ოღონდ. გაეცინა კობას, გაეცინა და 50 ლარი მოიგო საბა. საბა. 50 ლარი გვაქვს, წინა სილარია, როგორ მოვიქცეთ? ვითამაშოთ თუ შევწყვეტ? მოეწურა საბას? გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ 100 ლარზე თამაში. 100 ლარზე გავაგრძელოთ. მივესალმოთ გადაწყვეტილებას. ანუ შესავალი იგივეა, რაც ყველა ქართველმა. რაც ყველაფერი ვიცით, თუ როგორ არის? არ გარზო 10 წამს იყენებს იმ შესავლისთვის მაინც. ყურადღება 3 2 1 ქართველებმა ვიცით ანბანი ოღონდ ფქღყშმდე, იმის მე აღარ. ყველა ქართველმა ვიცით ფეხბურთი, მაგრამ მენისკის გამო შევეშვით. ყველა ქართველმა იცის, რომ შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდება, ეგ თვითონ შალვამაც იცის. ყველა ქართველმა იცის დედამოტანი. ნუ ყველა ქართველმა იცის ტელევიზორის დაშლა, ნუ აწყობა არა. ყველა ქართველმა იცის, რომ მამაჩემს მოერევა. ანუ ეხა ახალი რა არ უნდა ჩაწეროს სივში. მაწუხებს ხშირი შარდვა. უბანში შველერას მეძახიან. კლასში ყველას ვერეოდი. გოგრის თესლზე ალერგია მაქვს. ვიცი მენეჯმენტი, ბუღალტერია და ასევე ბოზობა შემიძლია შევათავსო, ბატონო. ნიჭიერი ვარ, მაგრამ ზარმაცი. ზღვაზე ბალონამდე გავდივარ. კეჟერა ფხალს ვაკეთებ? ეი, ასეც. გაიგიმა ნიკას და 100 ლარი მოიგო საბა. საბა. ასევე გაირჩევა მაქვს თქვენთვის 100 ლარს ხომ არ აიღებდით სანდომიანი სეიფიდან? იფ, რა 100 ლარია? საბა. აუ, რავი. დავიჯერეთ ხანდახან, დავიჯერეთ. მომეც გადავხედავ თუ ვინ. არა, თუ კარგი ხუმრობები გაქვს და გონია რომ ეხლა დარბასაც დახოცავს იცილით, იქით ჩვენ ტელემაყურებელს გადააბრუნებ, რამოდენიმე შეწოლის გადმოაგდებ საწოლიდან, ცოტა გვიან გავდივართ ეთერში და არა, საწოლიდან ვერ გადმოვაგდებ, მაგრამ მაშინ ავიღოთ 100 ლარი და სიხარულით გადავარდე. აი, შევწყვიტავ. შევწყვიტავ თამაშს გადაწყვეტილება მიიღო. აი საგერეთი, აი დაუშვათ გაგეგრძელები 1-2 ხუმრობა წამიკითხე რომელი იქნებოდა ის რომ 200 ლარი უნდა წაგეღო და გოლი წდება. წუთი, მოიცა. ანუ ის მოლოდინი და რეალობა, რა. მოლოდინი თაყვანისმცემელი თავის მაგნით გაგასეირნებს, რეალობა რიძგინი ყვითელი ავტობუსით. ანუ ამაზე მეგონა რომ გაიცინებდით. კარგია რომ 100 ლარით მიდის ამოაკელეთ იქ რაღაცები კიდე ეკალა. 100 ლარი გავაღოთ საერთოდ გადავწევთ ახლა შეიძლება არ წახვიდე საბა, რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორისგან, კომპანია სანდომისგან უნდა გადმოგცე ქართული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, საკუთარი პროდუქცია, რა თქმა უნდა, რომელსაც აღნიშნული ვარიანტი უკვე რა ხანია გადასცემს ჩვენს მონაწილეებს და ასევე ჩვენი პარტნიორისგან, სოფლის ნობათის რჩეულისგან, საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ქოთ ნინი გადავცეთ ქალაქი. საბას, დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და ითამაშე. წარმატებებს გისურვებ, აპლოდისმენტები გავაცილოთ საბა. ანუ განწყობა კარგი მაქვს, კმაყოფილი ვარ დღევანდელი გამოსვლით, ნუ მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ნუ მაინც კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა სანდომს და სოფლის ნობათს. აუბრალოდ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია კომპანია არსიკოლა იგზენის ცხოვრების არსი, ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია კომპანია სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი და ჩვენი გადაცემის პარტნიორია რძის პროდუქტების კომპანია სოფლის ნობათის რჩეული, რომელიც საღრძისგან დამზადებულ პროდუქტებს არაჟანს, რძეს, მაწონს და იოგურტს აწარმოებს. აპლოდისმენტები ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთი და
და შემდეგი მონაწილე, რომელიც კომპანიას ანდობის ოთახშია, სათამაშოდ ემზადება, გახლავთ შალვა კაიშაური. გთხოვთ მივესალმოთ. ძალიან კარგი გადაცემა, სახალხო გადაცემა. ყველა ასაკის მონაწილე არის ამ პროექტში. დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ პროექტის დამაარსებელს. მე პროფესიით მსახიობი ვარ. ამჟამად დროებით ვმუშაობ. ანეკდოტები, კურიოზები, ცხოვრებისეული, ფიქრობ ამ ეტაპზე ალბათ 400 ლარს მოვიდე. მოგესალმებით წინვალე ჟიურის, წინვალე წამყვანს. მადლობა. მაყურებელს. შალვა სასიამოვნოა, მადლობა რომ გვესტუმრეთ. საგარეჯო დამზადდებით. რა თქმა უნდა. საგარეჯო ძალიან კარგი, ამაზი. საგარეჯო მიხაკო, ამერიკა ჩიკაგო. ამერიკა ჩიკაგო, საგარეჯო მიხაკო. ცოტა დაგვიგდება. ძველი ის არის, რა ქვია. კი. არა, ყველაფერი დახვაც მახსოვს. მახსოვს, რა თქვა გამახსენა, გაგიგვირდება და. ამიტომ და მანამდე გამახსენდა. ხო. თოხი ბარი, საძულველი საქმეა, თოხი ბარი. საწერია საძულველიო. თუ გქონია ჩეხება ბატონო შალვა, თოხთან დაბართა. კი. კი. პატარა ნაკვეთი, პატარა სასიამოვნო არ არის, მე ერთგვარი სასიამოვნო, მე მსიამოვნოს მაგალითად ესე მიწასთან და თუ შეავოვნეს, მე გაგიშვებ სოფელში ჩემთან. ახლა პატარაზე გვაქვს საუბარი და ბატონ შალვა პატარა შენ ვიდი, შენ პატარა მობარე და ბოხტან უკასთან. პატარა მობარე და მოთოხრე. ხო, პატარა ვარ, ტიგირიგირი. რო გააღდიო უკეთესია კაბინეტში ხარ, მაგრამ სურო თოხი და ბარი ახლა. კაბინეტთან ხელშეწყობით, თან წყობით რა, კაბინეტთან გამოდიხართ, მოთოხლე ჩედიხართ კაბინეტში. მაიმუნი მიყვარსო ძალიან. ძალიან მყავდა და ხო, მართლა ყავდა. რა ერქვა? საინტერესო ის იქნება ალბათ. რა ერქვა სახელი? ჩიპო. საინტერესო ის იქნება, ხა მაიმუნი ცოტა ისეთი ონავარი და ხო გააჩნია როგორ მიხედავ, როგორ მოული, როგორ იყო აკეთებდა რამეებს, ანუ ისეთ რა ესმოდა რაღაცა. არა, ფარდებს ჩამომიგლიჯა და თუ გაუშვებდი თავისუფლად. ეს მეგობარსაც ხო? ანუ ვერ მოასწარით ისე აღზრდა იმის და ბევრი შრომა დაჭირდება ალბათ მაგ ყველაფერს. ძვირი რადოღიც. ძვირი ის მაიმუნი. გადი ახლა ეგერ თუ იყიდ ბაზრობა. ბიჭო გამაიმუნებულია ნახევარი ხალხი და მაინც ოი. კარგი, მოდი ბალანს და მაიმუნსაც. დავიწყოთ, აბა რა შეგვიძლია ჩვენს ტელემაყურებელს. დასთავაზობთ მაყურებელს. ნუ ალბათ ზოგი ძველი ანეკდოტი, უფრო კურიოზები ცხოვრებისეული. რეალური ამბები, ისტორია. ავარჩიო, კარგები, მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ. ბატონო ვახტანგი. შესავალი ხომ არ გაქვს ბატონო? ჯერჯერობით არა. ჯერჯერობით არა. მაშინ პირდაპირ გამომხნევოთ ბატონო შალვა. 3 2 1 სადღაც სოფელში წავედი და გვაინტერესებდა სკოლა, საქმე მქონდა და გავაჩერე ერთი კაცი შემხედრე და ვეკითხები, სკოლა სად არის სკოლა? სკოლა სად არის სკოლა? სკოლა, სკოლა, აი მარჯვი შესახვევში ცხოვრობს. თურმე ყრუყოფილა. სკოლა გაეცინა და 50 ლარი მოიგეთ ბატონო შალვა გილოცავთ. სკოლა. რაზე გაგეცინათ ბატონო შალვა? კობა ხوار გეგოლა, კობა. არა, კოლა. უფრო გაიგება და როგორა. გვერდით კოლი არაბიძე სხვათა შორის. უფრო გაიგება და სკოლია სად არისო, სკოლია. კოლი არაბიძე. სკოლია სად არის? აგერ არის კოლია. გილოცავთ ბატონო შალვა, მოგოს 50 ლარი თქვენია. რა მისაუბროთ რაზე გაეცდა? თავარი გაეცნო. ვაგრძელებთ. კი, რა თქმა უნდა. თამაშობთ 100 ლარზე. კი. ძალიან კარგი. 100 ლარი. თამაშობთ 100 ლარზე, გამხნევება გვჭირდება მეგობრებო. ბატონო შალვას კიდევ ერთი 3 2 1 ბავშვი მოვიდა სკოლიდან და დედას უნდა რომ ასადილოს და აღარ არის ვერ ხედავს სად არის დათუნა შვილო დათუნა აქა ვარ დედიკო აქა კუსთან თამაშობ ახლა ვიჩქარა აქ მუთქარი მე გაგაკუებ შენ არ ვიცი გაკვეთილები ისავლეო პოლიციელს მიყავს თხა შემოხდა შემხედრი პიროვნები და ეკითხება სად მიყავს ეზაღლიო და ეზაღლი არ არის ეს თხა არისო კაცო მე შენ არ გეკითხები 400 მეკითხებიო ერთ უსმა იყიდა მანქანა და შეხვდა მეგობარი. რამდენი ხანი არ მიხარ როგორ გამოგადგა ჟიგული, როგორიო და ძალიან კარგია შენი წირი, მე ძალიან კარგი, მაგრამ ძალიან ხარჯიანია. რატო გას რატო? 6 ძმანი იყავი და ერთი გადარჩი. ერთი მოდის თავგადახილი ოსი და მეგობარი შეხვდა და ბიჭო, 3 დღის წინ ნახე რა გჭირს ახლა რა დაგემართაო ესეო რა არისო და რა ამბავია კაცო, პომიდორი მოხდა თავში პომიდორი. და პომიდორმა როგორ გაგიტეხა დამეგა და ბანკაში იყო ბანკაში. გილოცავ მიგასაც გაეღივა. საუბარი იყო ლელო. 100 ლარი გაქვთ.
ახლა ბატონო შალვა მოდი გადავხედოთ ახლებით უგვაქვს რამე ისეთი განსაკუთრებულები. თუ არა და ასე არის კარგით ახლა დღეს რაღაც ასასვლარებში. მაქვს მაგრამ დრო არის. თუმცა სანდომს არ აქვს თავის შანსი გამოყენებული ბატონო შალვა ესეც გაითვალისწინეთ 10 წამი დამატებით რო გაქვს კიდე. რაღაცები გაქვთ ისეთი პრიორიტეტული რომ გააგრძელოთ. ძალიან კარგი, მაშინ ჩავთოთ. ჩავთოთ. ძალიან კარგი, აპლოდისმენტები მის გადაწყვეტილებას. მოდა გავუციდებ შენ. ანუ დავაზუსტოთ, რას ვაპირებთ ბატონო შალვა, გავაგრძელოთ თამაში. გავაგრძელოთ თამაში, აპლოდისმენტები ბატონო შალვას. გადაწყვეტილებას 3-2-1. მეზობელს გაუჭირდა დააკლდა სადრის ამზადებს 2 ცალი ხახვი და მეზობელთან შეირბინა უცბად. უკაკუნა ვერ გააღო, კარებ გავიშე, ნახა ბავს აბანავებს. ვიდა გაჩერდა, გამარჯობა, ორიოდე ხახვი მინდოდაო და კაია ბავს აბანო და მე레ო მოგცემო რა თქმა უნდაო და დგას და უყურეს. დედა, ეს რამხელა ქონია, რამხელა. შენ და ნახო მამამის გავს მამამის. მეორე ბავშვთან გამოიყელება ხოლმე პატარას და დედამისი ახლა აბანებს ხან მას აუსამს ხან კრემს ხან რაღაცას და ასე მოუჩენს ხოლმე ეკითხება რა მოგივიდა შული რა მოგივიდა ჭიტატივა ერთხელაც სტუმრები ყავს ამ ქალბატონს გავს არცი დაუგრო და ის თებშები ჭურჭელი რამე და ეთკინა რაღაცა დაიხარა და ბავშვი მივიდა დედა რა ჭიტატივა ხორის გრიპია მოდებული და ერთი მეგობარი ურეკავს მეორეს ძმაო შენი ჭირიმე რა პირვადე მათხოვეო და თუ გადარჩი გაჩუქებო აი ამაზე მქონდა მეგობრებო საუბარი აპლოდისმენტები ბატონ შალვა თქვენ მაინც მოგეცათ იმის შანსი რომ გეთამაშათ მაგრამ არ თუ გონეთ რომ დამარცხდეთ ძალიან ცდებით იმიტომ რომ ჩვენმა პარტნიორმა კომპანია სანდომა თქვენ მოგცათ შანსი იმის რომ კიდევ გააგრძელოთ თამაში ან აიღოთ თანხა რომელიც გქონდათ მოგებული შეწყვიტათ აი ხوار გააგრძელებთ? არა. დამიჯერეთ გააგრძელებთ. არა. დამიჯერეთ კარგზირჩევთ. კურიოზები კარგია, მაგრამ დრო არ გაბრალების ტაბულა უწერია მე მას იმით 10 წამი არ გამოუყენებია ჩვენ ჟიურის. ხوار გააგრძელებთ. 3-6. აბა ხوار გავიცი. შევწყვეტ. კარგი, საბოლოო გადაწყვეტილება ბატონმა შალვამ შეწყვიტა თამაში, რადგან მას სანდომმა მისცა შანსი რომ აიღო თანხა გააგრძელებინა თამაში, მაგრამ მისი გადაწყვეტილება შემდეგშია რომ შეწყვეტა თამაში. გადაეცადებით. გადაწყვეტა ასილარი. ძალიან კარგია დაიკავეთ ბატონო შალვა თქვენი აგზილი ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სანდომისგან განმოგეცემათ საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მარიამ თუ შეიძლება მივართოთ კალათი ბატონ შალვას აი ეს თქვენ და ასევე ჩვენი პარტნიორისგან სოფლის ნობათის შეულისგან განმოგეცემათ ასევე საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი რომელსაც მინიმუმ გართულებით ესეც თქვენ ბატონო შალვა დიდი მადლობა რომ მოხვდით აი ამ აპლოდისმენტებს კიდევ გაგაყოლებთ და გაგანათრომ მადლობა. დარბადებები თქვენ დიდი მადლობა რომ გავით ჩვენთან გაიცემის და სალომის დროს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია რუსთავის ორს და ამ პროექტის გააცინე და მოიგეს დამაარსებელს. ძალიან მიყვარს მომწონს ხშირად უყურებ. ნამდვილად სახალხო პროექტია და მივესალმები ყოველთვის. ურჩევ ყველას. მოშინიო თავიანთი ძალები, იუმორისტობა ვისაც გააჩნია, მოვიდნენ და გულიც მოიგონ. თუმცა მე ბევრი ვერ მოვიგე, მაგრამ მაინც არა, ფულზე არ ვიყავი მოსული. ასე შემდეგ მონაწილეს უნდა უხმოთ აუცილებლად, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში უკვე ითელება სერიოზულად და ნახოთ რა შემოგთავაზებთ. მივესალმოთ ყველასათვის საყვარელი გიორგი გოგოვაძე. მე მაქვს ბიატლონები მოტანილი. დაახლოებით ვაპირებ 400 ლარის მოგებას. მონატრებული და გამარჯობა გიორგი, საქმეა ხუმრობით, მაგრამ მე ვისურვებ რომ ყველასათვის საყვარელი გიორგი გოგოვაძე ყოფილიყო. გიორგი ცხოვრობს თბილისში, სწავლობს კეპეიში, მუხიანში წყავს მანქანა. მუხიანში ცხოვრობს და პატარა მიუნხენიაო, მუხიანი ასე. მიუნხენ. როგორ მაშინ გონდი მუხიანის ბავარიას. ანუ რო დაამთავრებ მე სპეციალობით ვინ იქნება? ჩინურ ხუმრობებს აღარ ეცი. არა, ამან არის მუხიანის ბავარია რა არის. მუხიანის ბავარიაში მე დავყოფილო. მე დავატოს კიდე დარტყმა გვინდა? საყვარელი ყავს. არა. აბა მაშინ ემძარყვი ცენადოა საყვარელი პოლიტიკოს. უბრალოდ ისე. მეთქი რაღაცა დაეხმარა ის. აი 1 კილო ოქრო. ეს მე მომავალი ტრანსპორტერია. აიგე?
სატრანსპორტო ან საკუთარ ჩამოაყალიბებს, ან ქალაქის ტრანსპორტის სამსახურში იქნება და იმედია ეს ადამიანი მაინც მოაწესრიგებს ქალაქში არსებულ ტრანსპორტის პრობლემებს. მომავალ ტრანსპორტერი იყო. არასადამწერია, ვერ გაიგებ, მე მივხვდი. აჰა. გაიგე? სხვისთვის ჩუსტების მიდან არ ვარ უყარს იმიდან ეხტი. არა, ვკითხე, მაგრამ არ ახარ ყურად. გადავადნობდი ოქროსო რომ მქონდესო 1 კილოგრამი, გადავადნობდი, აგინე, გადადუმაში იკარგება. გადმოხარშე ჯობია. არა, ნახევარი ემზარკვიციანს უნდა მიცე და მაგით. ჩინური ხუმრობა ესეც. ჩინო ვიწერება ყველაფერი, ხო ზემოთ იწერება ყველაფერი ყობაზე. ჩინური. გიორგი, მოდი, გიორგი. ეს კითხვები გიორგის და რამოდენიმე კითხვა. მე მაინტერესებს პირველად თამაშობ ჩვენთან გადაცემა. პირველი ეს ყველაფერი. აი აქ უკვე განსაკუთრებული აპლოდისმენტები ჭირდება. გიორგის, იმიტომ რომ გამხნევება ერთგვარი ის არის წამალი ამ ხო, ამე შეხება ქონია ამდენ სულს გავს, ანუ მასანგას თუ თამაშობ ან რაღაცა. აი, მაინც აქვს რაღაც გამოცდილება. თამაშობ ახლა. კარგი. გუნდი ხარ გავაპიაროთ, რომელ გუნდში ხარ? ჩემი გუნდი მყავს, კაპიტანი ვარ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ინოვაცია და გუნდს კი ინოვაცია. თავარ ნაკრებში ვთამაშობ კიდე. ალბათები ვუსრულოთ. გაიქარე, იმედია თქვენი ინოვაციას. თანამებრძოლები გულშემატკივრობენ და აბა წარმატებები უსურვებთ გიორგის. გუნდის კაპიტანი ხარტულები იქნება მოტანილი. ხარტულები, მავთულები, ქართულები, ჩემი ხელით ჩართულები. 3, 2, 1. ხო, კაი, ვღადაობ. ამ სიტყვებით შეეძლო ჯორდანო ბრუნოს გადარჩენა. ნიკუშას დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა დაეტაკა. შემდეგ ლევანის დაეტაკა დიდი სისწრაფით მიმავალი ნიკუშა. საბორგულიდან აშკარად ჩაკურული კაცის ხმა ისმოდა, მაგრამ ძღოლი მაინც ჩარავოის აბრალებდა. ძალიან პატიოსან ოჯახში აღზრდილი გოგოს შეყვარებულს ჯერ მამა ეზასავა. რა იცი რა ბიჭიაო, რა იციო. ქართველმა ფეხბურთელმა ბავშვობაში დასახულ მიზანს ააცილა. გურიაში გაწვნილი ჰაჭიკო პატრონს მხოლოდ 5 წუთი დაელოდა. ძალიან სუსტრაფი გოგო ჯერ გათხოვდა და შემდეგ გაიგო რომ ეროვნულები ჩააბარა. ბებია ჩემს ვანგას ეძახიან, არაფერი ზებუნებრივი, უბრალოდ ყველა ფოტოში ხელი წინ აქვს გამოწეული. გაიგება ნიკას, პუჩებში გაიგება. ოდნავ გაიგება, მაგრამ ეს 50 ლარი ოდნავ გაიგებაც. გილოცავ გიორგი, 50 ლარი გაქვს. წინ 100 ლარია. გაღნიოშებული 100 ლარია. გაღნიოშებული 100 ლარია. რა ვქნა, ვითამაშოთ 100 ლარზე? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ვითამაშოთ და აპლოდისმენტები დაუბრუნდეთ ფიზიკალურ ყურადღება მეგობრებო. 3, 2, 1. გოგოს ინსტაგრამზე იმდენი ფოლოვერი ყავდა, რომ საკუთარი რელიგია დაარსა. ისტორიკოსი გარდაიცვალა და უბანში აღმოსავლური წყაროები გაუხსნეს. ზესტაფონში გახსნილი მაკდონალდსის სახელი გივიას მაკდონალდსია. ბონჟი ვალერა საერთოდ არ იყო რომანტიკული, მაგრამ მაინც უწევდა წვიმაში სეირნობა. მოწესრიგებულ რაფეხას 16 ფეხი აქვს, 8 საშინაო და 8 საგარეო. მიშა საგარელი ძილის წინ ბოდავს ხოლმე, მაგრამ ლაივშიც ისე ბოდავს თავისთვის. ძალიან ღარიბად დათომ ქალი გაეცინა გობას და 100 ლარი მოიგო გიორგი ნიუროს. ეხლა გამეცინა, მაგრამ ვერ დამინა. მართლა? მე ახლა შეგნებულად გავიცი. შეგნებულად გაიცინა. იმიტომ რომ მე სამართლიანი, ნამეტანი მკაც. ძალიან კარგი, 100 ლარი მოიგო გიორგი მშვენიერია, კარგია. რა ვქნა გიორგი, 200 ლარია წინ. ვაგზელებ. ვაგზელებთ? არ ნებდება. არა. საბოლოო გადაწყვეტილება მინდა. კი. ვაგზელებთ. აპლოდისმენტები რა თქმა უნდა. 3, 2, 1. ძალიან ღარიბმა დათომ ქალი კუხნაში იცოდა, მაგრამ თვითონ კუხნა არ იცოდა. ხატია წერეთის კონცერტზე ჯერ წვიმა წამოვიდა, შემდეგ ელვა იყო. ბოლოს ღმერთი ჩამოვიდა და კონცერტი ჩაშალა. ქუჩაში წვიმდა და წვიმდა, პოეტიც რითმავდა და რითმავდა. ბოლოს თქეში წამოვიდა და ყველაფერი აირია. სოკო იმხელა იყო, რომ მონადირეს მანჭყოლათი გაეცნო. მანჭყოლა. ვახო გენეცვალე. შექსპირის რომეო და ჯულიეტაში წვიმა საერთოდ არ ქონდა გათვალისწინებული, მაგრამ ხაშურის თეატრს ჭერი არ ქონდა. ოჯახს გასართობი რომ ქონოდა, მეოთხე ბავშვს დომენტი დაარქვეს. მშობლების მიერ ეზოში გაგზავნილი ნიკუშა ტალახ ეცინარა გობას, ნიკასაც ეცინებოდა და გობას. 200 ლარი მოიგო გიორგი. ოპა, რა ვქნათ, წინ 400 ლარია, 200 ლარი გვაქვს კი ბატონო. ხელები ამიწევია, აღარ შემიძლია. სანდომის შანსი გამოყენებულია. 10 წამი არ არის გამოყენებული. მოკლედ რაღაცები დასაფიქრებელი არის, რაღაცები არა. უნდა გავაგზავნოთ მაინც. 400 ლარზე? ხმრობების რაოდენობა? არც თუ ისე ბევრი. მე იმპროვიზაციას მივმართ.
იმპროვიზაციას მიმართა. კარგები უნდა წაიკითხო. ეს 200 ლარამდე მივედით, კი ბატონო, ხო. კარგები, რა ვიცი, როგორ არის ახლა უფრო დიდი დონის ხუნდება იმპროვიზაცია ცოტა 400 25 ლარიან კაკალსა და ნიგოსსა და 30 ლარიან ნიგოს შორის ხო განსხვავება. ჩინური? არა, ეს უკვე არაბული კარგი დახვეწილი. არაბული კაი, ხო. ის კაი ხო წეგან შენ თქვი. სხარტულა და ჩართულა თუ როგორ? სხარტულები, მავთულები, ქართულები, ჩემი ხელით ჩართულები. ეს იყო იაპონური. ჩართე ხომ გობა ჩვენი გადაცემა ხშირად ვამბობთ ამ ფრაზას. მე იაპონიას არ უყურებ. ჩაურტყი. რა ვქნათ გიორგი? შევწყვეტოთ მაშინ. გადავწყვეტე რომ შევწყვეტო. მოდი ახლა მე და შენ რო ვიყოთ ერთმანეთის წინაშე და ლებაყურებლებთანაც მართლებით სამიკითხე 1-2 ხუმრობა, აბა თუ ბიჭი. აი რა ქნა 30 ლარიანმა ნიგოს. რა უთხრა? რა თქვინა თამა. სად დაათვლევინე? ოიცა კაცო. შინობა იმოქმედა. აბა ვნახოთ ერთი 400 ლარზე 30 ლარის გამო შეიძლება გაუმწარო ადამიანს თელი ცხოვრება დაფიქრებს ახლა ეგრე მაგრამ პრიმიტიულად კი ფიქრებს ანგარიშორება ეცოდინება კარგი მათემატიკურად თქვენ გადით და მე და გიორგი დაგტოვეთ გისმენთ გიორგი მშობლების მიერ ეზოში გაგზავნილი ნიკუჩა ტალახისგან პატარა ზომას აკეთებდა აი ზუსტად მაგიტო გაუშვეს პრობლემა რომ ტალახისგან ბავშვი გაეკეთებინა 8 წლის კამიკაძე სავაჭრო ჩენჩი შეიჭრა და კარებთან მობს ეს არის და კიდე მომდენ. აბა იმპროვიზაციას მიმართეთ. გავაგოთ სანდომის ეიფი და 200 ლარი გადავწევთ რომელიც რომელიც რომან კალიეს სისტემის აი კალიოს გიორგი არის ახლა ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სანდომისგან უნდა გადმოგცეს საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მარიამ თუ შეიძლება მივახოთ საკუთარი და ასევე ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სოფლის ნობათის ჩეულისგან გადმოგეცემა ასევე საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი დიდი მადლობა გიორგი საბოლოოდ ვარცილებთ ჩემს დამშვენებულს რა თქმა უნდა და ძალიან გახარებული ვარ რომ დღეს გადაცემაში ხელს არიანი არავის განსასწრო განწყობა მაქვს ძალიან კარგი მოვიგეთ ახლა ამიტომ რატომ უნდა მქონდეს უდი განწყობა ვარ მხიარულად ჩვენივე პატარა გავისაუბროთ როგორ მოგვეწონა დღევანდელი გადაცემა და დავიშალოთ ხალხსაც ეძინება უკვე გვიანია ისმენთ მე დავიწყო თუ დავიწყო თუ დაიწყებ თუ რა დაიწყოს ერთდროულად რა ვიცი რა გასაპირებს შენ ის დაწყება სინქრონში არა უშავდა დღეს ნორმალური გადაცემა იყო თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი რომ ყოფილიყო ხო მაგრამ ცუდიც არ იყო იმიტომ რომ უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო მაგრამ უარესი მაგრამ უკეთესი რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა ამიტომ საშუალოდ დიდი მადლობა კობას მაგრამ მე იმაზე ვწდება გული რომ ადრე ბევრი ფურცელი მეჭერა ხოლმე და ახლა 4 ფურცელი ცოტა ამ 4 მონაწილე მე ცოტა აი ამაშია საქმე ამაშია იმიტომ რომ ქრონომეტრაჟია ძალიან პატარა დღევანდელი გადაცემის სპეციალური დაკვეთა ამ შოუს რა გჭირს ქრონომეტრაჟი ბატონი გარაჟი კი ბატონო დავეთანხმებით ბატონ კობას პირველ რიგში როგორც ყოველთვის ჩვენ თვლით რომ ობიექტურად განუზიჯით ხოლმე რაღაცებს ვერ ვიტყვი მეც რომ რაღაც განსაკუთრებული იყო და რომელიმე მონაწილე განსაკუთრებულად გამორჩეული თუმცა ბოლო მონაწილეზე შეიძლება და გვეთქვა რომ ცოტა უფრო ესეთი იყო სხვებისაგან გამორჩეული რა ვიცი მადლობა ტრადიციულად ამ ადამიანებს რომ დაგვეხმარნენ დღევანდელი გადაცემის ჩაწერაში მადლობა თქვენ ნიკო ბატონო მადლობა თქვენ გოგო ბატონო და მადლობა ჩვენს ცოცხალ აუდიტორიას არაჩვეულებრივ ადამიანებს და რა თქმა უნდა ჩვენს ძირფას ტელემაყურებელს ზუსტად ერთი კვირით გამშვიდობებით კარგად გრძანდებოდეთ